30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედია გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებულ ფორმულა ჟურნალისტებს ქეთა ციცქიშვილსა და ხოსანაიას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ჟურნალისტების დაკავება ქართული ოცნების ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და მედიისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება. ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი პოლიციამ 20 ოქტომბერს აიყვანა. იმავე დღეს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით ჟურნალისტს 5დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ხოსანაია კი პოლიციამ 19 ოქტომბერს დააკავა. მას მოსამართლე მანუჩარცაცუამ 6დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის მტკიცებით სანაიამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გზა ხელოვნურად გადაკეტა. დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ჟურნალისტების პატიმრობას უკანონოდ მიიჩნევენ. ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა. მაშინ, როდესაც დღემდე უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი და მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი, გამოუძიებელია ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმის ფაქტები პროფესიულ მოვალეობაში, ხელშეშლისა და მედიის წარმომადგენლების ქონების დაზიანების შემთხვევები. ქართული ოცნების პოლიცია, პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო ჟურნალისტებზე მორიგი ძალადობით, დაჭერით და დაპატიმრებითაა დაკავებული. მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, ისევე როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულიად განადგურებას. ხოსანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაც ქართული ოცნების ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და ჟურნალისტებისა და პოლიტიკურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.